საღამოშვიდობისა ძვირფასო საზოგადოება დღეს ხუთშაბათია და თქვენ უყურებთ Front Row-ს მორიგ ეპიზოდს პლატფორმზე. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ძვირფასი ხალხი დუო Little Rocks. გამარჯობა, მეგობრებო. სალამი. გამარჯობა. როგორ ახთ? ხნედ და კარგად. არაჩვეულებრივად თქვენთან ვართ. მადლობა, მიხარია რომ მოხვედით, მადლობა სტუმრობისთვის და პრინციპში რა ვიცი, ბევრი დრო რო არ დაგვარგოთ, შეგვიძლია დავიწყოთ. მეგობრებო, ვისაც ბიჭების მოსმენა გინდათ, ახლო მომავალში 1 მაისს არტერიაში არის მათი ლაივი და იცოდეთ და მოისმინეთ, მიდით ისიამოვნეთ როკი. სიტყვის დრო ჰორიზონტს გჩუქნის შორს თვალები შენი ხსნაში თხოვს ბულბულატორის წყალში ჩამხჩვალ ლოცნებებს უსიარებ შენს დებილ მეგობრებს ბულბულატორის წყალში ჩამხჩვალ ლოცნებებს უსიარებ შენს დაყლევებულ მეგობრებს
მოდევ ღამის ყდიათში და კარგულ ფიქრებს სიტყვებს და რითმებს პეპლის საჭევით ძველი ანკესით და ტელეფონის მკაცალი ნათებით მე დაგაკითხებ წერილებს ძველს გინათებ გზებს და სწავლის სულებს მე გაგანახებ ჩამავამ მზეს წინ ჰორიზონტზე ჩამავამ მზას იმენა კამფეტი ვეში არის კოხტა ლამაზი და ამ ტრეკს როცა უსმენ აი ყოველ ჯერზე ტაში მურძლავს ოღონდ არ ვიცი ეს ვეშია ეგეთი კარგი თუ ბულბულატორის გახსენებაზე მემართება მაგრამ ალბათ ორივე ყველას ის არის რა რაღაც საერთო სატკივარი თუ არა მართლა ტოპ ტრეკი არის ძალიან მეოსება საღოლ მენა მადლობა რას კითხავთ ახლა ესეთი შეკითხვა მაქვს რომ აი ნუ ჩემი აზრით რავი დუო როცა ხარ ესეთი წნევის და დრაივის დაჭერა სულ არ არის მარტივი საქმე რა ანუ საკმაოდ ესეთი შრომატევადი და რთული საკითხი არის და რატო აი ამდენი ხანი რატო დარჩით დუოდ და რატო აგრძელებთ ეგრე ყოფნას აი ეგ მაინტერესებს დიდი ხანია აი მე მინდოდა ანუ ერთად უკრავთ წლები არა მე და კახი რა რაღაც სხვადასხვა ბენდებში სხვადასხვა პროექტებში და დიდი ხანი მინდოდა ეს რაღაცა დუოს მუღამის დაჭერა რა და დუოს გაკეთება იმიტომ რომ მომწონდა როგორ იღებდნენ ამ ხმებს და როგორ ჟღერდა ორი ტიპი ერთად რა და ერთი ეგ მიზეზი იყო რატომაც დუოში გადავწყვეტ ამ პროექტის გაკეთება და მეორე რავი მარტივია რა შედარებით მარტივი არის მაგრამ მაინც ისეთი თემა არის რა ორშიც მაგარი რთული არის და 4 და 5 მუსიკოსი როცა ყავს მოსაგვარებელი ვაუ უფრო ტვინისყნა ხდება თან ანუ იმ გამოცდილებებით რომ აი სადახარ და მე დღეს არ მცალია და დღეს რაღაცა მთვარე მაშია რაღაცა ნეპტუნის ქვემოთ და ვერ დაუკრავთ თუ რაღაცა იდი ნახვი რა დაუკარი ლოჯისტიკა უფრო მარტივია ხო რა ჩვენთან ცალია დაუკრათ ვირეპეტიცია და თან ეგ უფრო მეორე ხარისხოვანია პირველ ხარისხოვანი უფრო ის იყო რომ სულ მომწონდა ეს დუოში გაკეთებული რაღაცეები რა და დუო პროექტები და ავიხტინე ეგ სურვილიც და ვერთობით რა ესე რა და თან როცადეთ გამოვიდა რა თავიდან დაუკრათ და 2 საათში კაროჩე ეხლა რაც გვაქვს ის 3 ტრეკი 2 საათში დაიწერა გაკეთდა და მუშაობს დავაი მოდი დაუკრათ არა არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ კარგი პროდუქტი არის ნახდათ რა მეც გმადლობთ დაგეთანხმებით ორივესთან იქნება ეს შეკითხვა რას ამ ჟანრში რას ურჩევდით მსმენელს საერთოდ და ზოგადად აი დუო პროექტებში თქვათ თქვენი ინსპირაცია თუნდაც ან რას ფიქრობთ პირველი მე რაც ჩემი შეხებით რაც მუსიკასთან დუო პირველი რაც ვნახე რა თქმა უნდა White Stripes-ი იყო რა აი პირველი აი ორ კაციანი რაღაცეები აი მე ძალიან გამისწორდა რაღაცა ესე 2010-იანებში გაიჩნდა Royal Blood თუ იცით ეგეთი ბასი დრამი ძალიან ისეთი მსუყე კაი ხმაზე არიან და საინტერესო დაკეთებენ ამ ამბავს რა Black Keys არის ესეთი კიდევ დუო პროექტი Local H არის რაღაც 90-იანების grunge პერიოდიდან იმას კიდე ცოტა სხვანაირად აქვს ეს ხმები მიღებული და ასე შემდეგ რა და აი ჟანრების რაღაცა კომბინაციები კიდე აი თავარი ფუძე არის რაღაც თითქოს
როკი, რა თქმა უნდა, ნიუ მეტალი, სტოუნერი რაღაცა და გარშემო კიდე სხვადასხვა ჟანრები, იმიტომ რომ არ მინდა რომ რაღაც ჩავიკეტოთ რა ერთ ამბავში. თავისუფლება. ყველაზე დიდი ღირებულება. აქ შენას დაამატებდი. რამე სხვა არ ურჩევ ძვირფას საზოგადოებას. ჩემი აზრით, როცა აი მუსიკასთან გაქვს შეხება, ყველაზე მთავარი არის ბევრი ვარჯიში. რაც ოღონდ თუ გინდა თამაშით, თუ გინდა ჩაჭერით, თუ გინდა რუდიმენტებით რაღაცა. მთავარია ვარჯიში. ივარჯიშო, უკრა, ძალიან ბევრი უკრა და ძალიან ბევრს უსმინო. და მაგითი ყოველთვის ვითარ და რაც მთავარი არ უნდა გაჩერდე რა. განსაკუთრებით როცა ორკაციანი პროექტი, მარტო ორი კაცი არ ვართ, ყავს ძმაკაცები ვართ, სასტავი ვართ, რომელიც ამ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ, მოგწონს ერთმანეთის გაკეთებული და აი ეს ერთობა რა, თავარი არ გაჩერდე და უეჭველი ყველაფერი გამოვა, ეგ არის ძირითადად. ბენდებიც რაღაც ეგრე რა, საერთო გემოვნება იყო ალბათ პირველი ორივესთვის აი ესეთი ბიძგი ლინკინ პარკი იყო რა, პატარები რო ვიყავით ძალიან და ეგ იყო რაღაცა რომ აი ეს გვინდა ცხოვრებაში თუ რაღაცა რა და იმის მერე ნუ რა თქმა უნდა. ალბათ ჩვენ ჟანრთან კიდე ახლოს გარდა იმისა რაც ჩამოთვალეთ, აი ძალიან მიყვარს Deftones-ი მაგალითად ძალიან ისეთი ახლოს არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ ძალიან დიდი ინსპირაცია მაქვს. თული კიდე რა შეიძლება გირჩიოთ მეგობრებო. არის კლასიკები. აიუსი ძალიან მაგარი ბენდია, Queens of the Stone Age. რა ვიცი, ბევრი საინტერესო ამბავი ხდება და აი ამ რაღაცა ამბებიდან და ინსპირაციებიდან ავიღეთ რაღაცეები და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხმა რა, ის რაღაცა დუოს მუღამი ჩვენი საყვარელი მუსიკის პატარა როკები. ჩიტეთ პატარა როკი რა. ესეთი ამბავია. შვენიერი, მას კახის თქმის არ იყოს, არ გაჩერდეთ და დაწყეთ. Feel me, touch me, embrace me with love. Fix me, try me, change me. What? I bet.
ეს არის ბენდი Little Rocks. თუ გინდათ გავს და კარგ სხვა ბევრ პროექტს მოусმინოთ, გამოგვიწერეთ. Front row. გამოიწერეთ front row მეგობრებო. და უსმინეთ Rocks. ცოტა შიდა სამზარეულოც მოყევით. ტექსტებს ვინ წერს, საერთოდ როგორ წერთ მუსიკას, სად რეპეტიციობთ და ასე შემდეგ. საინტერესო თემას შეეხო. ძალიან სად რეპეტიციო ჩემთან საძინებელში. კახისთან არის საძინებელში, თან საძინებელი, თან სარეპეტიციო, თან სამონტაჟო. ყველაფერი ხდება აი ამ სცენის ხელა ოთახში. რო გაიღვიძებ, შეგიძლია ეგრევე ადგენ დაჟე დრამთან და დაკვირით გაიღვიძო. თუ გინდა თან აი ესე ჩემთანაც სახლში რაღაცეები მაქვს, აი ვოკალის ჩასაწერად ოთახი მაქვს ისე მოწყობილი რაღაც პატარა home studio-ს მომენტში. სადაც არ უნდა მოვხვდეთ, ყველგან შეგვიძლია რომ რაღაცა გავაკეთოთ რა, პროსტა ხშირად არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ზარმაცები ვართ რა, ერთი ეგ პრობლემაა. ეს ამოუჭრათ. და მაგრამ ბევრი ხო იცი რა life adult life sucks. მაგრამ მაინც რა ვცდილობთ რომ ყველაფერი გავაკეთოთ ხოლმე და ყველაფერი კეთდება სახლში. ძირითადი რეპეტიციები ჩაწერები კახისთან და ჩემთანაც ვოკალები რაღაცეები რა, ორივე. ესე განა სუ ჩემთან რო არ ვიყოთ, მოდი ავტოსთანაც მივიდეთ ხოლმე და ხანდახან აი სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, ყველგან გვაქვს რაღაცა სამუშაო გარემო რა მეტნაკლებად. ოჯახის პროდუქტი არის. კი. ნატურალური. ნატურალური. ოჯახური პროდუქტი. ცოცხალი. კაი და ის მითხარი ეხლა რა გეგმები გაქვთ? ეხლა რას აკეთებთ? რა ეტაპზე ხართ? რა სიახლეებს აპირებთ? მოყევით. ეხლა დაუკრავთ შემდეგ ტრეკს დაუკრავთ ლანდებს ქვია. რომელზეც ვიღებთ კლიპს, მალე იქნება უკვე ის კლიპი. ცოტა დაგვრჩა რაღაცეების მოგვარება და უკვე გადავიღებს და შეკოწიწებები. ხო რა, აი მე მგონი კი არა, აქ იქნება ამის live პრეზენტაცია რა, სანამ კლიპი დაიდება და სანამ სიმღერას დავარეალიზებთ, აქ დაუკრავთ live-ში რა და კარგია იქ ყველაფერი. ხო და ახალი ალბომიც იწერება, შეურევთ ცოტა drum and bass-ებს, ცოტა ელექტრონულებს, ავტოს ისე ვახავლებთ და ესე გამოვა რაღაცები. და ის კითხვაც საინტერესოა, ტექსტებს ვინ წერსო? ტექსტებს ავტო წერს, მაგრამ მე ვარ ცენზურა. მე ვარ საბჭოთა კავშირი. ეკრანებში და ტელეფონებში ავტო. ხო, ერთად ავტოს მოაქვს ტექსტი, მოვა ესე განათება, მაგარი დავწერე, მეუბნება. რაღაც საოცრება ტექსტები, ლირიკა აქვს ხოლმე. მაგარი დავწერე, არ ვითქვამს არასდროს ახლა აბუქებ. ცოდათი. მე რაღაცებს გადის, რაღაცა პატარ-პატარა რაღაცებს ვსვლით და საბოლოო ჯამში გამოდის მე ის პროდუქტი აი რომელსაც აქ. ხო, აი კახიზე ვიძახი ხოლმე რა სულ რომ ჩემი მუსიკის, აი რაც დაკვრა დავიწყეთ, კახი არის ჩემი მუსიკის გულისცემა რა. დრამზე არავის არ დაუკრავს არასოდეს ჩემი დაწერილი მუსიკა კახის გარდა. მთელი ცხოვრება რაც ვართ რა და მოვდივართ ესე ბავშვობიდან რა და ალბათ რაღაცა მაგიტომაც გაასწორა და კარგად ბუნებრივად იგრძნობა ეს რაღაცა დუო ჩვენ შორის რა. პარკურით დავიწყეთ, ხტუნაობით დავიწყეთ, მე ტრავმები მივიღეთ ორივემ. ვეღარ ვარ. შენ არ მიგიხარ. მე გავიხეთ კელენთა და ავთო ამოვიდა ეს. სახურავიდან გადმოვარდი მეტი რაღაც ტრავმა. ხო, მაგრამ სამი თვე არ წოლილ ხარ შეჭი. ავთო მოვიდა და ჯოხები დაინახა იქ, სადღაც ისე მიყუდებული იყო, ცოტა ხანი მქონდა. გაგა არის ჩემი მასწავლებელი რო იცოდეთ და ჯოხები დაინახა და ვაუ შენო უკრავო მეთქი ხო აი დრამზე დავიწყე სიარო თქო მე გიტარაზე მოდი ბენდი გავაკეთოთო და ერენთა შემიხორცდა თუ არა მე და თუ წავედით ეგრევე სარეპეტიციოში და მაშინ ჯერ კიდე უთფრონტი იყო დავიწყეთ მუსიკის დაკვრა და იმის მერე მოდის და სადღაც მიდის მე მგონი მე-11 კლასში ვიყავით თუ სადღაც რაღაც ეგრე რა და იმის მერე ერთად ვუკრავთ სულ რა რამდენი წელია რაც ეგ არის ეგ ხდება ან ალბათ უკვე სახე მიიღო 2013 ალბათ 12 წელია რაღაცა ერთად ვუკრავთ მუსიკას ვუკრავთ ალბათ 2012 წლიდან რა შეხორცებული დავიწყეთ მანეზე კი ნამდვილად აი მოდი აბა გავაგრძელოთ დასწრეთ და ტოვე შენი ფერადი გალია იხადე პროცენტები ეს ხომ შენი ვალია გამაცხარს გაახსენე მითხრას ვისი ბრალია რა შენთვის წამალია შენთვის აწამლავია მოწამლული ღვინის ფერი ღამე თავის თავში აღრჩობს სიმშვიდის წამებს წამებას უკითხავენ მოროს თითქოს წამდეს ეს წამი შენი სულის ფარდებს აშრიალებს თვალს მარიდებს და მაინც უკან დამდევს გაყინულ მომენტს სტრიქონად გადააქცევს
დაყოვებული სახლების სახურავებს მთვარე საიდუმლოებს აფენს ჩემს ლანდებს შენი აშლილი დასდევს ჩემს ლანდებს შენი აშლილი დასდევს შენი აშლილი დასდევს თანსდევს ჩემი ემოცია გაძლევს ძალებს რომელიც სიცივეში გაძლევს ფანრებს უნათებს გათენებულ ღამეს სტარდებს უკიდე კანონის შეამწყდევს დავწერა ისტორია შენ ჯოინს გაუკიდე სიცოცხლეს მუღამი აქვს თუ სიკვდილი გიყურებს ჩემს დასახიჩრებულ ზნობას უტურებს მიუგდებ აღარ ამოვიტან შესაძლოა დაიბლა გამოწვდილ ხელს ლურს მნებს საჭედებს ბრბო აღარც წვიმს და აღარც თოვს სულის ხრიალს ვეღარ ვთოკავის გაფრენას მთხოვს ბოლო ჭიქა ალკოჰოლი დაჩერდება დრო
საღო. კამფეტი, ბრავო. მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენთან სტუმრად. მადლობა თქვენ. ძალიან სასიამოვნო ჩაწერა იყო. მოხარული ვარ. წარმატებებს გისურვებთ, ძმაო. კიდე შევხვდებით. ასევე ძალიან დიდი წარმატება ამ პროექტში, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ იმ ამბავში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და არა მარტო, ძალიან რაღაცა მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტია Front Row და წარმატებები თქვენ და მადლობა რომ თქვენთან ვარ სტუმრად. გულში ხართ სულ ყველა. შემოგები და Front Row. მეგობრებო, ეს იყო Little Rocks Front Row-ში. თქვენ მოიწერეთ თქვენი აზრი, ვისიხილავდით კიდე ჩვენთან გადაცემაში. გავითვალისწინებთ თქვენ აზრს. დაგვალაიქეთ, გამოგვიწერეთ, გვისმინეთ, გვიყურეთ, გვემეგობრეთ. როკი მის დღემში.